ანდრომედიანელების გზავნილი 24 სექტემბერი 2015 წელი. მოგესალმებით ძვირფას დედამიწელებო. ჩვენ ისევ მოვედით თქვენთან, რათა გავაგზავნოთ თხრობა ჩვენს პლანეტაზე ცხოვრების შესახებ. დღეს ჩვენ მოვიყვებით იმაზე, თუ როგორ არის მოწყობილი სამთავრობო სისტემა ანუ ძალაუფლების ინსტიტუტები. უნდა ითქვას, რომ მთავრობა როგორც ასეთი არ გვყავს. საზოგადოება სათავეში არის უხუცესთა საბჭო. ვინ შედიან მასში? უპირველეს ყოვლისა ის ხალხი, ვისაც საზოგადოებაში აქვს ყველაზე დიდი პატივისცემა და სიყვარული. ისინი, ვისაც უპირობოდ უჯერებენ, ვისი აზრიც ყველაზე წონიანია. როგორც წესი, ესენი არიან ძალიან ძველი სულები, რომლებიც ინკარნირდნენ სხვადასხვა სამყაროებსა და განზომილებებში და აქვთ დიდი გამოცდილება ცხოვრების ყველა დარგში. ხოლო რადგან ჩვენს განზომილებაში არ იშლება წინა ცხოვრების მეხსიერება, ის გასაოცრად გვეხმარება, გვაძლევს ძალებს და საკუთარი თავის რწმენას. რით არის დაკავებული უხუცესთა საბჭო? მისი პირველი და ყველაზე მთავარი ამოცანაა ჩვენი პლანეტის ყველა მაცხოვრებლის უზრუნველყოფა საცხოვრებლითა და სამსახურით. რაც შეეხება საცხოვრებლებს, მისი აშენება ხდება უმაღლესი ტექნოლოგიების დახმარებით, რომლებიც ჯერ კიდევ ატლანტიდის დროს შემუშავდა და მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება სასწაულების ჩადენა მხოლოდ აზრის ძალის დახმარებით. თუმცა აზრს არ შეუძლია ყოველთვის შექმნა სასურველი იმ დოზით, რომელიც მოითხოვება და მასში დასახმარებლად მოდის ტექნოლოგიები, რომლებსაც ვირტუოზულად ფრობენ ჩვენი ინჟინრები და მშენებლები. როგორ ხდება ჩვენთან საცხოვრების აშენება? ყველას, ვისაც სურს ახალი საცხოვრების აღშენება, თავიდან ხატავს მას თავის წარმოსახვას, შემდგომ ის გადმოაქვთ ქაღალდზე და შემდგომ აჩვენებენ მას სპეციალისტ მშენებლებს. ხოლო უკვე ისინი ახორციელებენ ჩანაფიქრს რეალობაში. თქვენ ალბათ შეგვეკითხებით, რატო არ ფრობს ყველა ადამიანი ასეთ ტექნოლოგიას? რატომ არ შეუძლიათ მათ თავად თავიანთი საცხოვრების აშენება? პასუხი მარტივია. თქვენთანაც არსებობენ ჰუმანიტარული და ტექნიკური მიმართულების ადამიანები და ყველა დაკავებულია თავის საქმიანობით. ასევე ჩვენთანაც ისინი, ვისაც აქვთ უნარები ზუსტ მეცნიერებაში, ეუფლებიან მათ სრულყოფილებამდე, რათა შემდგომ საზოგადოებას მოუტანონ სარგებელი. არქიტექტორებისა და მშენებლობის მთელი არმია შრომობს ჩვენთან საზოგადოების საკითხეთოდ, რათა აუშენონ მათ ისეთი საცხოვრებლები, რომლებიც შეესაბამება ჩვენი პლანეტის ყოველი მაცხოვრებლის მოთხოვნებს და გემოვნებას. ხოლო რაც შეეხება სამსახურს, ყველა ირჩევს იმას, რაც მოსწონს მას, იმის რის მიმართაც მიუწევს სული, ის რასაც ყველაზე კარგად აკეთებს. ჩვენთან არის ინტერესების მიხედვით შექმნილი საზოგადოებები, რომლებიც აერთიანებს ყველა პროფესიის ადამიანებს და მათში არ არის უფროსები და ქვეშემდომები, არამედ არიან მხოლოდ კოლეგები, რომლებიც უნაწილებენ ერთი მეორეს გამოცდილებას და ასრულებენ ერთიან საქმეს. თქვენ შეიძლება უჩინარულად მოგეჩვენოთ, თუმცა ეს მშვენივრად მუშაობს, რადგან ჩვენი პლანეტის მაცხოვრებელთა ცნობიერების დონე ეხმარება მათ იცხოვრონ პროფესიული შურისა და კონკურენციის გარეშე. მათ შორის ურთიერთობა ემყარება სრულიად სხვა პრინციპებს. ეს არის ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემა, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა დონეზე. თქვენ ოდესღაც ცდილობდით შეექმნათ კომუნიზმი ცალკე აღებულ ქვეყანაში, თუმცა არაფერი არ გამოგივიდათ. ამის მიზეზი იყო ადამიანთა ცნობიერება. სამწუხაროდ შეუძლებელია მესამე განზომილების სამყაროში ასეთი საზოგადოების აშენება, რადგანაც მისი საწყისია დუალობა, ანუ დაყოფა კლასებად და ფენებად, კულტურულ დონეებად, მატერიალურ მდგომარეობად და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შობს კონკურენციის სურს, გამოყოფის სურვილს, რომ იყოს სხვებზე მდიდარი, წარმატებულები თუ ლამაზი. სიყვარული და პატივისცემა თქვენთან უფრო წესებიდან გამონაკლისი იყო. ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა. ჩვენ გვიხარია სხვების წარმატებები საკუთარზე მეტად. ჩვენ გვუყვარს და პატივს ვცემთ ყველას მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა და ნიჭებისა. ჩვენს პლანეტაზე ყველაფერი გაჯერებულია სიყვარულით, ამ ღვთაებრივი ენერგიით, რომელიც ყველაზე ძლიერია სამყაროში და სწორედ ის ქმნის და ინარჩუნებს წესრიგს და ჰარმონიას, სიმშვიდეს, სიწყნარეს, სიხარულსა და ბედნიერებას. სწორედ ეს გელოდებათ ჩვენო ძვირფასებო ახალ დედამიწაზე, ახალ ცხოვრებაში, რომელსაც შექმნიან თქვენი პლანეტის წარმომადგენლები სრულიად მალე. სწორედ ამიტომაც ასე ვჩქაროთ მოგიყვეთ ამის შესახებ და გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება, რათა დაგეხმაროთ რთულ მომენტში. ამაზე გავჩერდებით დღეს. ანდრომედეს თანავარსკვლავედის უხუცესთა საბჭო საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაეკითხა გოჩემ. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.